სხვადასხვა უნდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ეს არის პირველი შოუ, სადაც შემიძლია დამჯდარმა წავიყვანო გადაცემა. მართლა. საერთოდ არ ხურავს. რამდენი წელი არის ტელევიზიაში? ბევრი წელი ხო? 10 წელზე. არც ერთ შოუში არც ერთ შოუ არ მიყავთ თათი. არსად არ მჯდარ. მეგობრებო, ჩვენს შოუს მთავარი ბიჭები ექნება ერთი პრინციპი, ეს აუცილებლად ყოველ ორ შაბათს ასე ექნება, ჩვენ გვექნება ყოველ ორ შაბათს ერთი ძირითადი მთავარი თემა, რომლის გარშემოც ვიხუმრებთ რა, ერთი მთავარი თემა და დღეს გვაქვს და სტუმარიც თემიდან გამომდინარე იქნება. დღეს გვაქვს ეს თემა ტელევიზიები, სოფლიო მედია, შეიძლება ითქვას. ნუ ძირითადად მაინც ჩვენი საქართველოს მედია საშუალებები. მოკლედ ტელევიზიებზე შეგვიძლია რაღაცეები ვისაუბროთ. კარგი. თუ იცით, ნუ როგორ არის, მაგრამ აი თუ იცით რამდენი არხია საქართველოში, სატელევიზიო არხია საქართველოში. საქართველოში იქნება სადღაც 1-30 არხი მაინც იქნება. ეს იმას ამბობს, რამდენზეც უმუშავია. რამდენი არხია? აი 35-ია. 15. ეხლა მე მგონია რომ იცი რა მეტი 30-ზე. არ მგონია. იცი რომ მეტია. მგონია სადაც 60-70. ნუ 60-70 მაქსიმუმია. საქართველოში არის 100-ზე მეტი ტელეარხი. მართლა. 100-ზე მეტი ტელეარხი, მართლა 100-ზე მეტი ტელეარხია რა. 100-ზე მეტი, ანუ იმაზე მეტი ტელეარხია. თან 3.5 მილიონი ვართ ქვეყანაში. სულ ვართ 3.5 მილიონი და არხი გვაქვს 100, იმაზე მეტი ვიდრე მთელს ქვეყანას გჭირდება, იმაზე მეტი ვიდრე მთელს მსოფლიოს გჭირდება. რა არხებია? ბევრი არხი არის, აი მაგალითად, რა, ლილო ტივი, ძალიან საინტერესო არხი. ქედი ტივი. მოდი ისეთები ჩამოვთვალოთ, რაც შეიძლება ნაკლებად იცოდეთ, ხო? პულსი ტივი რა ვიცი. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, მეგობრებო, რამე არხი თუ გაგახსენთ? გურჯაანი. იმერეთი, აქედან გიპას. სახელი ხარ შენა. იმერეთი ტივი, არგო ტივი. და სამებო არხი. ეხლა ყველა შეუძლია. ძალიან ბევრი არხია რა, ძალიან ბევრი არხი. კიდე იცი რა არის ასე ფიქრო. აი რა საჭიროა მართლა შენ თქვენს არ იყოს 100 არხი რა, უბედურება ვერ გავიკე. თან ჩვენი არა, ეგ ვიხუმრე კაცო. ნუ პატარა ქვეყანა ვარ. არა, მე ჩემსას გეუნებით, მაო. იხუმრე კაი. აი მაგალითისთვის ავიღოთ ეხლა ჩრდილოეთ კორეა. ბევრია 100 არხი. მეთანხმები ხო? ჩრდილოეთ კორეაშიც მოვარი, ამხელა ქვეყანაა ხო? ძალიან ბევრად დიდი ვიდრე საქართველო. არის ერთი არხი და ერთი წამყვანი. დიახ, 10 კაცი. ის ქალი. მართლა ვარ, სერიოზულად, ეხლა ვინმეს თუ გონეთ რომ უტრირებული ეგრე არ არის. მართლა არის. ერთი ქვეყანა, ერთი არხი, ერთი ჟურნალისტი, ერთი დიქტატორით, ერთი ხელფასი. მოკლედ ყველაფერი ერთია იქ. დახვრეტების გარდა და სხვათა შორის მე აი მახსენდება სულ ერთი ვიდეო იყო ეგეთი განსაკუთრებით ესე იგი ერთადერთხელ არის. მაქალის ვიდეო. ჩრდილოეთ კორეაში მარტო ერთხელ შეიძლება იყო გლოვაში. ეს როცა შენი დიქტატორი ან დიქტატორის მამა კვდება. სხვანაირ თესოებს არ ეხება. ხოშოშ მოწყენის უფლებაც არა გაქვს. ხო, სხვა შემთხვევაში არ უნდა მოწყენა. მოწყენა ისება ამ და ვიდეოზეც გიждდები, როცა აი მაშინ აი რო არ გამოიხატა ის ტრაგიზმი, რომელსაც ახლა ჩვენ ნახოთ ვიდეოში როგორი ტრაგიზმია, შეიძლება მართლა მოეკლათ. დოდონჯი სანჩინჩა. 너도 짠칭짠쳐서 얻었다. 위대한 용도자 김정일 동지께서 주체 100 2011년 12월 17일 현지 지도의 길에서 급병으로 ძალიან საკმარისი მოგვატირებთ ახლა რა, ძალიან მოგვატირებთ რა. არ ვიცი, გიждდები ამ ქალზე რამე რა. მაგრამ იცი რა არის კიდე? ეს სხვადასხვა დაკვირვებული ვარ. მე რო სხვადასხვა ქვეყანაში აბსოლუტურად სხვადასხვა სტილი არის წაყვანის რა. აი ხა ჩვენთან სხვანაირად მიყავთ იქ სხვანაირად ხომ კი ვნახეთ იქ როგორ მიყავთ, მაგრამ ეხა იტალიის საინფორმაციო გამოშვებაზე მინდა კიდევ თქვა ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ რაიონოს უყურებთ თუ რაიდუოს მე არ მახსოვს. ორივე კარგია რომ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ზის, ნუ აი ესეთი როგორი ქალია, იცი რომ ნუ აი კლასიკური იტალიელი ქალი არის, აი ესეთი. უკან ხდება ეხა რა ამბავი, ფონად. მიდის ესე იგი რაღაცა ნეაპოლში მუნიციპალიტეტი იწვის თუ რაღაცა ერთი ამბავი ხდება, მოკლედ საშინელება იქ რაღაცა ხანძარი მეხანძრეები, პოლიციელები, ერთი ამბავი და ეს ქალი გაღიმებული სახით. და მიყავს ეს, იმიტომ რომ ამას ყველაზე მეტად ის კი არ ადარდებს იქ რაც ხდება, თავისი გარეგნობა ადარდებს. და ამიტომ ancora della tutte quattro della finita la Napoli, la carabinieri tutte passa la piovi. და იქ ხალხი ყვირის ბალასტა მადონნა, და იწვის. არა ეს თავის რას არა, მისი გარეგნობა ყველაზე მნიშვნელოვანია და აქ საქართველოში, აქ პირიქით შეიძლება უკანა ფონზე რაღაცა ხდება, ახალი სკვერი გაიხსნა, ბავშვები თამაშობენ, უხარიათ, ატრაქციონი, დედიკა, ნახე ახალი სკვერი და მთელი ამბავი. და ამ დროს ეს წამყვანი ჩვენი ქართველი დისციპლინით გაიხსნა ახალი სკვერი და რატო თამაშობენ ბავშვები ატრაქციონებს? ვინ დგას ამ სკვერის უკან და რატომ არიანად ბავშვები ამას აკისრენ? ამას ცოტა ხანში ცოტა რეკლამის შემდეგ გავიგებთ. თან ამელი მიყვარს, იცი? რეკლამის შემდეგ გავიგებთ. არა, მან დაგესტილია კიდე. მან ასევე უნდა მიაყოლო მეტი დამაჯერებლობისთვის სულის აღმოხდენის, იგივე ღაფვის ხმა. უყურე?
კიდე ერთი სტილი რომელიც რატომ ჩამოვიდა სტინგი საქართველოში და რატომ გადაწყვიტეს მათ ათმოსვლა ამას ცოტა ხანში გავიგეთ მართლა ნიჭიერია ეს კარგ მაგიარა ნიკა გრიგოლიამ ღმერთო გითხარით ოცნებები ხდება მეთქი მოკლედ თავში. ესეთი ამბავია რა ძალიან ბევრი ტელევიზია გვაქვს თავად მოვლილი რა სამივეს 1000 ტელევიზიაზე ვართ გადამხტარი აი პირდაპირ ვთქვათ რა ზოგადად მაყურებელზე გავლენას გვახდენს ტელევიზია ყოველთვის გადაცემებით მისი რედაქციით ასე შემდეგ და თვითონ ტელევიზიის წამყვანებზე ხო ახდენს გავლენას აი მაგალითად ჩემზე ამდენი წელია ტელევიზიაში ვარ მოახდინა გავლენა ტელევიზიამ აი შაბათის შოუს გავლენა მაქვს ნოსტალგიაც რაღაცნაირი მაქვს ფარული კამერის გავლენა ესე რაღაც არის რა მაინც რაღაც ამდენი წელი ამას რო აკეთებ ეს რაღაცა არის რა შენც ხო გაქვს კი ო მაგალითად ბებიაჩემის თვალების გავლენა მაქვს მაგალითად არ გვინდა ბებიაჩემი მართლა გაქვს ან იმოქმედა ჩემს ბავშვობიდან მაგ მართლა გავლენა მაქვს მაგალითად ჩემი ცოლის დაგალებში შაგუსხო თამაშობ ხოლმე და სახში რომ მოვდივარ ისე თუ რაღაცნაირად სხვანაირად გავაკეთებდი ან სალაც ან რამეს ვიკითხავდი ეხა ესე ვაკეთებ ხოლმე ani სად არის კიტრი? და პამიდორი და ესე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ გონია რომ ბევრი ფული მაქვს. რატომღაც მაგ ბანკი გავცემ სესხებს და ასე შემდეგ და მე უცბად აღმოაჩენ ხოლმე რომ შეულებრივად ბარათს და იქ არის 10 ნიშნა ციფრები. მოკლედ მოქმედებს რა რაც არ უნდა თქვა და შავედი მოქმედებს და ჩემზე რა მოქმედებს მე არა შენს გაქვს გავლენა არ მაქვს გავლენა ეხლა ნუ ახურებ არ მაქვს გავლენა არ მაქვს გავლენა დავატრიალოთ ბორბალი და ასოფკერა რა თქმა უნდა მაგ როგორ არა მაქვს ფონია როგორ არა მაქვს ვერ ვიშორებ ამ გავლენას იძიე შური მაგ ბოლომდე იჯეხი და არადგე შოუს ბოლომდე არადი ისე ტელევიზია აი ბევრი აბსურდული სიტუაცია მომხდარა ეხლა და ერთი კიდე მახსოვს იცი როგორი რამე მოკლედ ერთი 10 წლის წინდელი ისტორია არის ეს და რა ხდება ეხლა ну რაღაცა ახალი ნარკოტიკი შემოვიდა საქართველოში და ну მინდის იმედზე იყო ეგეთი ქვია სიუჟეტი რომ ნაუდგეს იმიტომ რომ გვაფრთხილებენ თუ რა ხო ეხლა რა ხდება რა ну მოკლედ ჟურნალისტი უნდა რომ გვაფრთხილოს მთლიანად ერი რომ შემოვიდა ახალი ნარკოტიკი და არ გაეკაროთ მაგრამ ეხლა როგორ აკეთებს ამას დგას რაღაცა ისეთ ადგილას ოთახში და ყვება რომ ახალი ნარკოტიკი რომელმაც საქართველოს გაანადგურა ის შეიძლება მალე ყველას ოჯახში შემოვიდეს თავი მოარიდე ჯერჯერობით ესალია ცოტა მიცის მაგრამ არ ხილს ამის გავრცელება და ყურადღებით იყავით მე ახლა გეტყვით თუ როგორ კეთდება ეს საშინელი ნარკოტიკი ქვებთხილად იყავით მიდის გესმის და ამბობს ამ ნარკოტიკში არის გოგირდი ჯერ ვიღებთ გოგირდს შემდეგ ვიღებთ იოდს მე ამას ერთმანეთში ვურებთ ფრთხილად იყავით ეს არ გააკეთოთ შემდეგ ვიღებთ ბევრ წყალს ვურებთ ამათ ერთმანეთში და შემდეგ გამოდის შედეგი რომლისგანაც როგორც ბევრი ამბობს ასეთი სიამოვნება არასდროს არ მივიღეთ თქვენ არ გააკეთოთ ვენ არ გააკეთე ამის გამეორება მოკლედ ესე იგი საქართველოს ასწავლა ამ ადამიანმა რეცეპტი როგორ მოამზადა ახალი ნარკოტიკი შედეგმაც არ დააყოვნა ეგ ლინკი რო ჩამიგიდო შეგიძლია მე ჩაგიგდებ მორჩეს გადაცემა ბევრი რესპონდენტი რო არის და ბევრი კორესპონდენტი რო არის და პრობლემა რო არის ეგ ამ ეგ იმიტომ არის პრობლემა რომ გვაქვს 100 ტელევიზია თქო ხო გითხარი 100 ტელევიზია ძალიან ბევრი ანუ ჩათვალე რომ აი კორესპონდენტი უფრო მეტი ყავს ვიდრე რესპონდენტი რა ეგრე გამოდის რა ანუ ძალიან ბევრი რესპონდენტი არ აქვს იმდენი რამდენიც კორესპონდენტი ანუ მართლა ეგრეა ჟურნალისტები რომ მიდიან რაღაც ინტერვიუს სასურველი ინტერვიუს მისაღებად ხო ფაქტობრივად ერთი ბრძოლის გავლა უწევთ ომის გავლა უწევთ ოღონდ ეს არ არის ხუმრობა მართლა ომობენ ადამიანები აი თუნდაც გვაქვს ვიდეო ეხლა ჩვენ ბოლო შემთხვევა იყო ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრთან იყო შეკრებილი გუნდი ჟურნალისტთა და იქ რაღაც ინციდენტი მოხდა იჭხუბეს ესე პირდაპირ გეტყვით ნახოთ ეს ვიდეო Gagi fusha mag daberi utuchebshe კრეტინკაშე. დაბერი უწუჩებს გაგიხეთქაო რა, მაგრამ იქ არ ჩანს. სხვათა შორის ეს იმედი და მეორე არის პალიტრატივი, ხო? აი რომელს უთხრა თავინა ფიქრობდი. ვერ გავიგე, იმიტომ არ ჩანს რომელს ეუბნება, მაგრამ ზუსტად მივხვდი რომ იმედის ჟურნალისტი ვერ იყო და მაგას პალიტრას ჟურნალისტი, რომ დაგიხეთქავ დაბერი უწუჩებს რაღაცა კრეტინკა თუ იდიოტკა თუ რა. იმიტომ რომ პალიტრატივი ხა ისეთი ღარიბი ტელევიზია არ მგონია რომ მაგის ჟურნალისტ უჩების დაბერის საშუალება ჰქონდეს რა. ანუ მე მგონია რომ პირიქით პალიტრატივის ეთქო და იმედს რა. კიდე პრობლემა არის ხოლმე და რას არ მომწონს ხოლმე ძალიან, როცა დავუშვათ ჟურნალისტთან კორესპონდენტს რამე შეეშლება და ამაზე აკენწლავენ. აი რაღაცა სიტყვა გადაგიბრუნდა ან რაღაცა არასწორად თქვია რაღაცა. ხო, ეხლა თავარია
შეგნებულად რაღაც არ დაამახინჯოთ ადამიანს ერთი სიტყვა თუ შეგეშლება ამის გამო პანიკაში არც სხვა უნდა ჩავარდეს და არც შენ უნდა ჩავარდეს. გვაქვს კიდევ ერთი ვიდეო გვაქვს ის ვიდეო ნახოთ რა ამბავი დააყარეს ერთ გოგონას რომელსაც ერთი სიტყვა შეეშალა ვამბობენ. აბა ნახოთ ეს ვიდეო. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში რა ვარ როგორც თავად ლევან გოფოძე აცხადებს რა ვარ ეს არის ხო სულ თავიდან ბოლომდე ვიდეო? კი, ბოლომდე. დიახ. და რა, ბიჭო, რა თქვა, არასწორად რა ვარც უნდა ეთქვა, ისე არ თქვა? ეს შენთვის, ნიკა, შენთვის არა უშავს. შენთვის სწორი იყო ყველაფერი. შეეშალა ადამიანი, რა ვარც? არ არის დიდი პრობლემა არა, გააგრძელე რა. აი, ადამიანია, კორესპონდენტია, ჟურნალისტია და რაღაც ერთი პატარა ის არა, ნიკა მართლა ამ ვიდეოს ერთად უყურებ და მართლა ვერ მიხვდა რა იყო აქ არასწორი. ნე გამოასწორა და პატარა ამბავს მოგიყვებით ჩვენ ძმაკაძე გიორგი ყიფშიძეზე, რომელიც გავართ თეატრში, გენაცვალებ, თამაში შექსპირს. ხაზი გავუსვათ, რომ ეს არის შექსპირი, იმიტომ რომ თავისი გეხვეწები რა. აპლოდისმენტები გთხოვთ არტისტის გამოიხმეთ სცენაზე რა. აგინდა აქედა. მოდი რა. თეატრისგან მაინც ისვენებ კარგახანი კაცმარიცის გაურკვეველი დროით და აქ მაინც რაღაცა. შექსპირს თამაშობ მეფე ლირი რამე და გიორგი ყიფშიძე მთავარ ნაბიჭვას თამაშობს და გამოვიდა. თან შექსპირის ისინი ხო იცით ტექსტი რო ცოტა ამღერები, ცოტა ლამაზად და არაფერი არ უნდა შეგეშალოს და ავან სცენაზე ესე გამოვიდა და გახედეთ, ნახეთ, იქნება ურჩია ვინ ცხა მრაცხა. ეს შევიწავით. აი, მამათი ეყივშო რომ გაგიბაზრე, მაგრამ იქნება ურჩია. იმ გოგონას რო აკენწლიან, კაცის თეატრში გამოდიხარ. რაღაცით დაიშველე. ჩემი საყვარელი ისტორია გახდა ეგ.